212. როცა მანქანა გაჯერებს, რომ კომფორტი გამძლეობაზე მნიშვნელოვანია. ბოლო 4 თვალა E-კლასი BMW-ს მეხუთე სერიამ გაყიდვებით ნოკაუტში ჩააგდო. შტუტგარტში მიხვდნენ, რომ პრესტიჟი ხელიდან ეცლებოდათ. ამიტომ რესტაილინგში მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს. დამფასად სხვა ბრენდების 3 ახალ მოდელს ქმნიან. რესტაილინგში შეიცვალა თითქმის ყველაფერი. ჯამში 2000-ზე მეტი ახალი დეტალი და გაუმჯობესდა მასალები. როცა შეეხება გამძლეობას, აქ მითები იმსხვრევა. წინა მოდელებივით გამძლე აღარაა. ერთმა პატარა სენსორმა შეიძლება დაშლილებში გარბენინოს. თუ პნევმოდაკითება აქვს, ჩათვალე, რომ დაჩოქვა და შენდობის თხოვნაც არ მოერიდება. მაგრამ ლეგენდის თანახმად ეს მაინც ბოლო ვირი მერსედესია. თუ გგონიათ, რომ კუპე უბრალოდ ორკარიანი E-კლასია, სარეთ ცდებით. ეს არის E-კლასის კოსტიუმში გამოწყობილი C-კლასი. შესაბამისად, მაგ მანქანისგან ნამდვილ E-კლასურ კომფორტს და სივრცეს ნუელით. პოპულარულ ზრავებზე CLS-ის და C-კლასის ვიდეოებში უკვე ვისაუბრეთ და აუცილებლად უყურეთ. თუ მოვლილს იყიდით, ეს სამქიმიანი თავს ისე შეგაყვარებთ, სხვა მანქანისკენ აღარც გაიხედავთ. ამიტომ ვინკოდი Pro AutoG-ზე უფასოდ შეამოწმე, რომ მერე შენდობის თხოვნას საფულეს არ მოუწიოს. დაალაიქე, გააზიარე და დააკომენტარე შემდეგი რა მანქანა იყოს.